ბევრი მშობელი ვერც კი ხვდება ფეხსაცმლის არასწორმა არჩევამ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ტერფის განვითარებას. ამიტომ პირველი ფეხსაცმელი უნდა იყოს ასეთი. მსუბუქი ფეხსაცმელი ბავშვს ეხმარება კომფორტულ მოძრაობაში. დრეკადი, ორივე მიმართულებით, რათა გაადვილოს ბავშვის მოძრაობა. ნატურალური მასალა შიგნიდან და გარედან, არ უნდა შეიცავდეს ქრომსა და ნიკელს. ნატურალურ მასალაში ხდება ჰაერის ცირკულაცია და დღის განმავლობაში ბავშვის ტერფი კომფორტულადაა. ანტიბაქტერიული ამოსაღების საგი, სუპინატორის გარეშე. რათა ფეხსაცმელი მარტივად განიავდეს, გაიწმინდოს და მარტივად შევძლოთ ზომის კონტროლი. ფართო წინა ნაწილი. თუ ფეხსაცმლის წინა ნაწილი არის ფართო, ბავშვის ფეხის თითები არის თავისუფლად და მას ფეხსაცმელში აქვს ფეხები ისე, როგორც ფეხშიშველას სიარულის ასო. კოჭის დამჭერები ხელს არ უშლის ბუნებრივ მოძრაობებში და იცავს ფეხის გადაბრუნებებისგან. ორმაგი ფრიწები ფართედ იხსნება და მარტივად ერგება ბუთქუჩა ფეხებს. მოცურების საწინააღმდეგო ძირები ბავშვს იცავს მოცურებისგან. ლათინური ვესებრივ უკანა მოჭრა არ უღიზიანებს უკანა ნაწილს ბავშვს და არ ზღუდავს დღის განმავლობაში. ფიქრობთ, რომ ყოველივე ეს უმნიშვნელოა? მომავალ ვიდეოში გაიგებთ მშობლების აზრს საკუთარი შვილების გამოცდილებით.